თარგმანება იმათეს სახარებისა ითავის. წიტყუაიესე და შეკრიბნა ყოველნი მღვდელთ მოძღვარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან, სადა შობად არს ქრისტე? ხოლო მათ ხრქვეს, ბეთლემს ჰურიას ტანისასა 2:4-5. იხილეა, ვითარ ყოველივე სამხილებელად ჰურიათა იქმნებოდა? რამე თუ ვიდრემდის არა ეხილვა იგი, რაღაცა თუ სმენითაოდენ შობისა მისისა ითა აღშფოთნეს, არამედ ჯერეთ შური იგი მათი არა აღტყინებულიყო სახუმილად დიდად, ამისთვის ჭეშმარიტებით მიუთხრნეს წამებანი იგი საწინაწარმეტყველოთა ხმათანი ჰეროდეს. ხოლო უკუანაისკნელ ოდეს მიუთხრობელნი იგი სასწაულნი მისნი იხილნეს, აღეგზნეს შურითა მიცა ეშმაკოითა და განმცემელ ჭეშმარიტებისა იქმნეს. არამედ ჭეშმარიტება იყოვლით კერძო ბრწყინვიდა და ვერ არა იავნეს მას მტერთა მათ, არამედ ყოველივე სალმობაი და ვნებაი მათსავე თავსა მიექცა. და აქაცა იხილე, ვითარ განგებულებით საკვირველნი საქმენი იქმნებოდეს, რამე თუ ისწავეს ერთმანერთისაგან და ასწავეს ურთიერთას მოგუთა მათ და ჰურიათთა, რამე თუ ჰურიათა ესმა მოგუთაგან ვითარმედ ვარსკვლავ მან ქადაგასპარსეც შობაი ქრისტესი და კვალად მოგუთა ისწავეს ჰურიათაგან ვითარმედ რომელი იგი ვარსკვლავ მან აუწყა მათ, ესე არს რომელსაც წინაწარმეტყველნი პირველ მრავლისა ჟამისა ქადაგებდეს და გამოკითხვა იგი მოძღვრებისა მიზეზ განცხადებულისა იექმნა ორთავე. და მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი იძულებით წინაწარმეტყველებასა მას ჭეშმარიტებისასა აღმოიკითხვენ და სიტყვათა მათ გამოსთარგმანებენ, რაღაცა თუ არა ყოველთა, რამე თუ ხრქვეს რაი ვითარმედ, ბეთლემს ჰურიას ტანისასა, რამე თუ ესრეთ წერილ არს წინაწარმეტყველისა მიერ, და შენ ბეთლემ ქვეყანა იგი იუდაისი არასადმე უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა, რამე თუ შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, მათე 2:6, მიქია 5:2. შემდგომი ამისი დაიდუმეს, რამე თუ პატივსცემდეს და ესათნოებოდეს. ჰეროდეს უმეტეს ჭეშმარიტებისა. ხოლო რა იყო შემდგომი ამის სიტყვისა? და გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა. მიქია 5:2. ეძიებენ უკვე ვიეთნიმე და იტყვიან ვითარმედ, რაისათვის იყო ესე რომელვინაითგან წინაისწარვე ქადაგებულიყო წინაწარმეტყველთა მიერ ბეთლემით გამოჩინებაი ქრისტესი, ნაზარეთს იქცეოდა იგი შემდგომად შობისა, და ამის გამო დაიფარვოდა სიტყვა იგი წინაწარმეტყველისა? არამედ არა ესრეთ არს ესე, რამე თუ ესე ვითარითა ამით სახითა უფრო ისხა გამოაცხადა სიტყვაი წინაწარმეტყველისაი, რომელი გი ნაზარეთს მკვიდრიყო დედა იმისი და ჟამსა შობისასა იპოა ბეთლემს, გამოაცხადა, ვითარმედ განგებულებით იქმნა საქმე იგი. ამისთვისცა არა თუ იშვა რაიმე ხსეულად წარვიდა მიერ, არამედ 42 დღე დაყო ბეთლემს შინა, რაითა მისცეს ჟამი გამომეძიებელთა გამოძიებად ყოველივე, რომელიც აენებოს. რამე თუ მრავალი იყო აღმძრველმათა ძიებად საქმეთა მათ, უკვე თუმცა ენება განფრთხობა იძილისა მისგან უგულისხმოებისა, რამე თუ მოსვლასა მასზე და მოგუთასა აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და მათთანა მეფეცა ჰეროდე და წინაწარმეტყველი შორის შემოვიდოდა და მის მიერ თქმულნი აღმოიკითხოდეს და სამსჯავროი დიდი შემზადნებოდა და სხვაი მრავალი აღესრულებოდა ყოფასა მას მათსა ბეთლემს, რომელსაც ლუკა კეთილად წარმოითქვის, მიქუმასა მას სვიმეონისა, სიტყვათა მათ ანაისთა, წინაწარმეტყველებასა ზაქარიაისსა, დიდების მეტყველებასა. ანგელოსთასა საკვირველებასა მას მწყემსთასა და ესე ყოველი არაკმა იყო ამიზეზისა მიცემად, პოვნად შობილისა მის. რამე თუ უკვე თუ მოგუთა სპარსეთით მოსრულთა არა დაეფარა ადგილი იგი, ვითარმცა არა პოეს მკვიდრთა და მახლობელთა ადგილისათა?
ამისთვის უკვე შობასათვისა გამოაჩინა თავი სიმრავლითა საკვირველებითა უფალმან და იხილა რაი უგულისხმოება იგი ჰურიათაი და გულფიცხელობაი დაფარა თავითვისი და იქცეოდა ქვეყანასა ზედა 30 წელთვინ იერ სასწაულთა და საკვირველებისა და მერმე კვალად გამოაჩინა დიდებულებაი თვისი უბრწყინვალესად რამე თუ არღარა მოგონი არცა ვარსკვლავი ქადაგებდა მას არამედ მამაიზე გარდამოძეთ საყვარელად სახელსდებდა წყალთა მათზე და იორდანისათა, რაითაც ნამყოფელთა, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად და უსაბამო იძედა სიტყვაი. მამისაი და სულიწმიდაი გარდამოხდა თავსაზე და მისა, რაითაა ჩვენოს ყოველთა, ვითარმედ მისა მიმართ არს ხმა იგი მამისაი. და იოანე ყოვლითა კადნიერებითა ყოველსაზე და ჰურიას ტანსა ქადაგებდა და ესევითარითა მით მოძღვრებითა აღავსებდა შენსა და უდაბნოსა და წამება იგი სასწაულთა იღაღადებდა და ქვეყანაი და ზღვაი და ყოველნი დაბადებულნი ბრწყინვალითა ხმითა ხმობდეს დიდებულებასა მისსა. ხოლო ჟამსა მას შობისასა ესოდენი იქნა, რაოდენჯერ იყო საცნაურყოფად შობილისა მის. რამე თუ რაითა არა თქვან ჰურიათა ვითარმედ, არა უწყით თუ ოდეს იშვა ანუ რომელსა სოფელსა, ამისთვის აღესრულნეს სასწაულნი იგი განცხადებულნი, ვარსკვლავისა გამოჩინებაი და მოგუთა მოსვლაი და ანგელოსთა დიდების მეტყველებაი და სხვა იგი, რომელიც ზემოვახსენეთ, რაითა არცა ერთი მიზეზი აქუნდეს არა ძიებისაი და არცა თაყვანის ცემისაი შობილისა მის. ხოლო შენ იხილე გამოცული რით სიტყვაი წინაწარმეტყველისაი, რამე თუ არა თქვა, თუ ბეთლემო, შენ შორის დაადგრეს, არამედ, შენგან გამოვიდესო მთავარი, რაითა გამოაცხადოს. ვითარმედ ესრეთ ქადაგა პირველითგანვე წინაწარმეტყველმან შობაი ოდენ ბეთლემს უფლისაი და არაზრდილობაი, ანუ დამკვიდრებაი მასშინა. არამედ კვალად ჰურიანი, გუელნი იგი, ნაშობნი იქედნეთანი, რომელთათვის იტყვის დავით, უცხო იქმნეს ცოდვილნი დედისაგან, რომელ არს ჭეშმარიტება იგი ქადაგებისა იმის წინაწარმეტყველთა ისა, რომლისაგან უცხო იქმნეს იგინი, სცდებოდეს საშოითგან, იტყოდეს სიცრუესა. გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა მის, ასპიტისა ყრუისა, რომლისანი დაყოფილ არიან ყურნი მისნი. არა ესმინ მას ხმა იმსახრვალისა ხელოვანისა, არცა მიიღის წამალი წამლის მცემელისაგან ბრძნისა ერთი. ესენი კვალად წინააღმიდგებიან და ბადეთა დამერწყენ უძლურესთა ქსელთა დედაზარდლისასა და იტყვიან ვითარმედ, სიტყვაი ესე ვითარმედ, შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, მათე 2:6, მიქია 5:2, ზორობაბელისთვის თქუმულა არსო. აც უკვე ვკითხოთ ყრუთა მათ ასპიტისა მსგავსთა, თუ რომელი შეწყობილებაი აქვს სიტყვასა ამას ზორობაბელისთვის ვითარმედ, გამოსავალნი მისნი დასაბამითგან დღეთაგან საუკუნეთა, მიქია 5:2, ანუ ვითარ მოეზავოს მას სიტყვაი ესე, თუ შენგან გამოვიდეს, ბეთლემო, მთავარი. ვინაითგან ზორობაბელ არა ჰურიასტანს, არამედ ქვეყანასა ბაბილონელთასა იშვა, ამისთვისცა ზორობაბელ ეწოდა, რომელი თარგმანების თესული ბაბილონს, ვითარცა უწყიან რომელთა უსწავი ესენაი ასურასტანელთაი, ვითარ უკვე მოეზავოს მას სიტყვაი წინაწარმეტყველისაი, რომელიგი განცხადებულად ჩანს ვითარმედ ქრისტესთვის იტყვის ვითარმედ, შენ ბეთლემ ქვეყანა იგი იუდაისი არასადმი უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა და მიზეზსა ბრწყინვალებისა მისისასა იტყვის ვითარმედ, შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. და ვინ არს უგულისხმო იგი და უგუნური, რომელმან არამცა გულისხმალყო, ვითარმედ შობისათვის ქრისტესისა იქნა ბეთლემის სახელოვან და არა სხვისა რაისათვისვე. რამე თუ რომელიგი პირველ უცნაურიხო და უნდო შემდგომად შობისა უფლისა ესოდენ დიდებული ქმნა და სახელოვან, რომელ კიდითგან ქვეყანისაით მოვლენ ხილვად ქვაბსა მას და ბაგასა და ადგილსა მას ტალავრისასა, რომლისათვისცა იტყოდა წინაწარმეტყველი.
არა ითაუმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაისთა, ესე იგი არს სამთავროთა შინა იუდაის ნათესავთაისა და სიტყვითა ამით იერუსალიმიცა მოასწავა ვითარმცა ეთყო და ვითარმეთ, არა უმცირეს ხარ სახელოვანთა მათ სამთავროთასა, არცა თუ იერუსალიმისა უმრწემეს ხარ. არამედ ესე ყოველი არა შეესმო და უგულისხმოთა მათ ჰურიათა, არცა ყურად იღებდეს თვისსა მას სარგებელსა, რამე თუ წინა წარმეტყველნი არა იტყოდეს ესოდენ სიმაღლესა მას ბუნებითისა დიდებისა მისისასა, რაოდენ ქველის მოქმედებისა მისისა სიმრავლესა, ვითარცა იგი პირველ შობისა თქვა ანგელოზმან, უწოდო სახელი მისი იესო, რამე თუ მან იხსნეს ერითვისი ცოდვათა მათთაგან. მათი 1:21 და კვალად მოგუთა მათ არა თქვეს, თუ სადა არს წეღმრთისაი. არამედ, სადა არს შობილი იგი მეუფე ჰურიათაი, მათე 2:2 და კვალად ამას ადგილს არა თქვა წინა წარმეტყველმან, ვითარმეთ, შენგან გამოვიდეს წეღმრთისაი, არამედ, შენგან გამოვიდეს მთავარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, მიქია 5:2. რამე თუ ჯერ იყო დაწყება საახლისა მის ქადაგებისასა უძლურებასა მას მსმენელთასა თანამიყოლად, რაითა არა დაბრკოლდნენ და ცხოვრებისათვის მათისა მითხრობაი, რაითა ამითა უმეტესად მოიყვანეს სარწმუნოებად. ამისთვისცა რაოდენიცა წამებანი და ქადაგებანი იპოვებიან დაწყების საახლისა. რჩულისანი და მოსვლისათვის უფლისა, რომელიგი ჟამსაოდენ შობისა მისისასა აღესრულებოდეს, არარა დიდსა და მაღალსა ქადაგებენ მისთვის, ხოლო რაოდენი შემდგომისა მის ჟამისათვის თქმულ არიან, უმეტესად იტყვიან დიდებულებისა მისისათვის. რამე თუ შემდგომად სასწაულთა მისთა გამოცხადებისა აღესრულებოდა რა იქებისა შესხმა იგი ყრმათაი, ისმინე, ვითარ მოასწავა წინა წარმეტყველმან. პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწვართაითა დაემტკიცოს ქებაი, ფსალმუნი 8:3 და კვალად, ვიხილენ მეცანი. ქმნულნი თითთა შენთანი, თუ არე და ვარსკვლავნი, რომელნი შენ დაჰბადე, ფსალმუნი 8:4 რომლითა ესე გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს დამბადებელი და მპყრობელი ყოვლისაივე. და კვალად ამისა შემდგომად ამაღლებისა მისისათვის თქმული წინა წარმეტყველება ისწორებასა მას მისსა მამისა თანა მოასწავებს და იტყვის, რქვა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ფსალმუნი 9:1 და ესაია იტყვის, რომელი იგი აღდგომად არს მთავრად წარმართთა და მას წარმართნი ესვიდენ. ესაია 11:10 არამედ ამას ადგილსა სიტყვაი ჰურიათა მიმართ იყო, ამისთვის თქვა, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, მიქია 5:2 და მან ყოველივე სოფელი დამწყსო. არამედ ვითარცა ზემოთ თქვა, არა გამოაცხადებს ჯერეთ სიტყვას ამას წარმართთა შეწყნარებისასა, რაითა არა მიზეზ დაბრკოლებისას წეს ჰურიათა, რამე თუ ესე გულისხმისა ყოფილ არს მარადის, რომელ ვითარცა იგი უფალმან განაგო მოქალაქობა იმისი ქვეყანასა ზედა. მასვე წესსა და მასვე სახესა ზედა წინა წარმეტყველნიცა და მოციქულნიცა განაგებენ და შეემზადებენ სიტყვასათვისსა. თქვას უკვე გამომეძიებელთაგან მან ვინმე, ვითარმეთ, რად არა სამწყსო მისა იქნა ერი იგი ისრაელთაი, ვითარცა იტყვის, თუ მან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი. არამედ გულისხმა ყავ მეტყველმან მან ესე ვითარისამან, ვითარმედ არა დაშთა ესეცა სიტყვაი აღუსრულებელად, არამედ დამწყსო მან ერი ისრაელისაი, რამე თუ რა ჟამსიგი თქვა წინა წარმეტყველმან, თუ მან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი, ისრაელად აქამათ უწოდა, რომელთა ერისა მისგან ებრაელთა ისახრწმენა ქრისტე, ვითარცა პავლე თარგმნის ამას სიტყვასა და იტყვის, ვითარმეთ, არა ყოველნი ისრაელისაგანი ესენი არიან ისრაელ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავადო. რომაელთა მიმართ 9:6-7 ესე იგი არს, არა თუ შვილნი ხორცთანი ესენი არიან შვილღმრთისა, არამედ შვილნი იგი აღთქმისანი შერაცხილ არიან ნათესავად და ამათ სიტყვათა მიერ გამოაჩინა მოციქულმან. ვითარმედ არა თუ ყოველთა ჰურიათა ეწოდების ისრაელ ანუ შვილ აბრაჰამისა, ნუ იყოფინ.
არამედ რომელთა რწმენა ქრისტე და იქნეს აღთქმისა მის მამათა ისა მკვიდრ, იგინი არიან ისრაელი, მხილველნი იგი და მორწმუნენი ღმრთისანი. რამე თუ ესრეთ გამოითარგმანების ისრაელი, გონება მხილველი ღმრთისაი. რაც რომელნი იგი არიან ესე ვითარნი, მათცა ეწოდების ერი ღმრთისა და იგინი დაამწყსნა ქრისტემან, წყემსმან მან კეთილმან, რომელმან თქვა, მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ. იოანე 10:14 რომელნი იგი იცნა, ვითარმედ მისნი არიან, მათცა მწყსის და სულითვისი დადვა ცხოვართათვის. ხოლო სხვანი იგი ჰურიანი, რომელთა არა ინებეს მეუფება იმისი მათზე და არამედ ნებსით თვისით იჯვნეს მისგან, არა ისრაილ არიან, არცა შვილ აბრაჰამისა, არამედ შვილნი არიან ეშმაკისანი, ვითარცა ეტყო და მათ უფალი, უკვე თუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთ ამცა აბრაჰამისთა იქ მოდეთ. ხოლო თქვენ იქნ საქმესა მამისა თქვენისასა, იოანე 8:39-41 და მერმე გამოუცხადა, თუ ვინ არს მამაი მათი და თქვა, თქვენ მამისა თქვენისა ეშმაკისაგანი ხართ და გულის თქმაი მამისა თქვენისა იგნებავს ყოფად. იოანე 8:44 ესე ვითარნი იგი არა იქნეს სამწყსო ქრისტესა, არცა იგი მწყემს მათა, არამედ მიეცნენ იგინი, ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა და სიკვდილი მწყსიდეს მათ. ფსალმუნი 48:15 ჯერ იყო უბადროგთა მათ და თაყვანისცემა უფლისაი მოგუთა თანა და დიდებისა მიცემაი ღმრთისა, რამე თუ მოიწია ჟამი განახლებისა მათისაი და გამოხსნისაი ცოდვათაგან, რამე თუ არ არაი ესმა ფიცხელი სიტყვაი, არცა ქადებაი სატანჯოლთაი და შიში მოხდისაი, არამედ ესმოდა მოსვლა მწყემსისა ტკბილისა და სახიერისაი, და არა მოდრკა ფიცხელი იგი გული მათი, არამედ ყოველივე ბოროტი იზრახეს მისთვის და თანაშემწე იყვნენ ჰეროდესა, ვითარცა ესე რა მოგვითხრობს მახარებელი და ითხვისდ. სახარებაი, მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისაი. და წარავლინა ბეთლემად და hrქვა, მივედით და გამოიძიეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის და რა ჟამს ვყოლთ მითხართ მე რაითამცა მეცა მივიდე და თაყვანის ვცე მას 2:7-8. თარგმანი ეჰა უკუანა ისკნელი ესე უგუნურებაი და სიბორგილე. ამას ყოველსა იტყო და რაითამცა უძლო პოვნად შობილისა მის მეუფისა და მოკლად და არა შეიკდიმა, არცა შეიგონა ესოდენისა მის საკვირველებისაგან და არა გულისხმა ყო ვითარმედ უზეშთა ეს კაცობრივისა ბუნებისა და წესისა იყო საქმე იგიი. რამე თუ წოდება იგი ვარსკვლავისა მიერ მოგუთა იმათ და მოსვლა იგი მათი შორით ქვეყანით თაყვანისცემად სახვეველთა შინა და ბაგასამწოლარისა ყრმისა და ქადაგებანი იგი პირველითგან წინა წარმეტყველთანი უაღრეს წესისა მის კაცობრივისა იყვნეს, არამედ არ არამან ამათგან გულისხმა ვოყო ურჩულოს ამას. რამე თუ ესრეთ არს უკეთურებაი, მარადის უგუნურებისა და სიცოფისა მომატყუებელ. და იხილეთ აქაცა გარდამატებული იგი გონებაც თომილებაი, უკვე თუ ხრწმენა სიტყვა იგი წინა წარმეტყველისაი და ცნა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს იგი ვითარ ხელყოფდა წინა განწყობად საღმრთოისა მის ძალისა. უკვე თუ კულა ურწმუნო იყო თქუმულთა მათ და არა მოელოდა აღსრულებასა მათსა, რაისათვის ეშინოდა და შიშისათვის მოკლად განიზრახვიდა. ორ კერძოვე უკვე უგუნურებითა და სიცოფითა სავსე იყო საკულებაი იგი და ესეცა დიდი საუგუნურებისა იყო საქმეი რომელ ჰგონებდა, თუ მოგუთა მათ მისსა სიტყვასა უმეტეს პატივსცენ, ვიდრეღა რომლისათვის აღმოსავალით მოვიდეს წინა მძღვრობითა ვარსკვლავისაითა. რამე თუ უკვე თუ პირველ ხილვისა ესრეთ მოტყინარე იყვნენ სურვილითა მისითა, შემდგომად ხილვისა და თაყვანისცემისა ვითარმცა თავს იდვეს განცემელყოფად ცხოვრებისა მომცემელისა მის ყრმისა. არამედ უგუნურმან ჰეროდე ესე ყოველი არა გულისხმატყო, რამე თუ ბოროტად ცუნდრუკებდა და მოუწოდა იდუმალ მოგუთა მათ და გამოიკითხა მათგან.
ამისთვის იდუმალ მოუწოდა, რამე თუ ჰგონებდა ვითარმედ ჰურიანი დიდითა წადიერებითა მირბიოდინ თაყვანისცემად მისა და არა იცოდა გარდარეული იგი უკეთურებაი მათი. ამისთვის ფარულად და იდუმალ გამოიკითხა მოგუთა მათგან, რაითა უცნაურად მოკლას იგი და არა აღძრას ყოველიერი შეწევნად მისა. არამედ იგინი ესოდენითა სიბოროტირთა სავსე იყვნეს, ვიდრეღა თანაშემწე ექმნეს ჰეროდეს ციებას ამას მისსა, რაითამცა მოსრული იგი ცხოვრებად მათდა და განთავისუფლებად მისცეს ხელთა მისთა. ამის ჯერისათვის იდუმალ მოუწოდა მოგუთა და გამოიკითხა ჟამი იგი არა ყრმისაი, არამედ გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისაი, რამე თუ იგი პირველ მრავლისა ჟამისა ჩვენებულიყო მათდა, რაითა ჟამი იგი წარმომართებისა მათისაი და სვლისაი წარხდეს და ჟამსა ოდენშობისა უფლისასა მოიწინენ. რამე თუ ესრეთ ჯერ იყო, რაითა სახვეველითა მით შეხვეული პოონ ქრისტე და თაყვანის სცენ, რაითა უზეშთა ეს იყო საკვირველებისა იგი საქმე. ამისთვის პირველ მრავლისა ჟამისა იხილეს მოგუთა ვარსკვლავი იგი, რამე თუ უკვე თუმცაოდეს უფალი იშვა პალესტინეს, მაშინცა გამოჩინებულიყო ვარსკვლავი აღმოსავალს, წარმომართებას ამას მათსა და სვლასა შინაგზისასა არა მცირედნი დღენი წარხდებოდეს და არამცა ეპოვნა იგი სახვეველთა შინა. ამისთვისცა მორაის წვიდნა ჰეროდე შვილნი ბეთლემისანი 2 წლით განდაუდარესნი მოსწვიდნა, ვითარცა მოგუთაგან ესწავა და მანცა შესწინა უმეტესი რაიმე ფრიადისა მის უკეთურებისა და გულის წყრომისაგან, რამე თუ ესრეთ უცდომელ ჰგონებდა განზრახვასათვისსა, რაითა არა განერეს ხელთა მისთა უფალი ყოველთაი, რომლისა ხელთა შინა არსულები ყოველთა არსთაი. ჰოი სიბრმე იგი მისი. წარვედით და გამოიძიეთო ღრმისა მისთვის და რა ჟამს პოოთ მითხართ მე, რაითა მეცა მოვიდე და თაყვანის ვცე მას, თქვა, ურჩულო, უკვე თუ ჭეშმარიტსა იტყვი, რაისათვის იდუმალ მოუწოდ. უკვე თუ კულას ტყვი და ზაკუაი არს გულსა შენსა, ვითარ არა გულისხმა ყოფ, ვითარმედ იდუმალ მოწოდებითა მით განცხადნებად არს მზაკუარებაი შენი. არამედ ვითარცა მრავალგზის მithქვამს, სული უკეთურებისაგან შეპყრობილი პირუტყუთაცა უგუნურეს არს. წარვედით და გამოიძიეთო ყრმისა მისთვის. არა თქვა თუ გამოიძიეთ შობილისა მისთვის მეუფისა, არამედ ყრმისათვის, რამე თუ ეშინოდა მეფედ წოდებად მისა, ნუ უკვე ევნოს პატივსათვისსა. ხოლო მოგუთა მათ ვერ აგრძნეს მისი იგი უკეთურებაი, რამე თუ ოდესმცა მოიგონეს, თუ ესე ვითარსა საშინელსა საქმესა ხელყოს ბოროტმანმან, არამედ თვისისა მის სიძრფოებისა მსგავსად ჰგონებდეს სხვათა მათცა. ამისთვის წერილ არს სახარებაი, ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან, წარვიდეს. და აჰა ესე რა ვარსკვლავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა უძღო და მათ 2:9. თარგმანი, ამისთვის მიეფარა, რაითა სახმარი ქმნას მათ და კითხვაი ჰურიათაი და ესრეთ განისმეს ყოველთა შორის საქმე იგი. ხოლო ვინაითგან მიუთხრეს მეფესაცა და ყოველსაერსა შობა იგი უფლისაი და მათ იწყეს გამოძიებად საიდუმლოისა მის და წინა წარმეტყველისა თქმული შორის შემოიღეს და ყოვლით კერძო საქმე იგი დიდებული ცხად იქნა, კვალად ვარსკვლავი იგი ეჩვენა და მერმე ანგელოზი ეტყოდა. ესრეთ ყოველი წესიერად და კეთილად აღესრულებოდა. წარვიდეს უკვე იერუსალიმით ბეთლემს წინა მძღვრობითა ვარსკვლავისაითა, რაითა სცნა ამის განცა, ვითარმედ არა იყო ვარსკვლავი იგი ერთი მრავალთა მათ ვარსკვლავთაგანი, რამე თუ არა არს საქმე ესე წესისა მის ვარსკვლავთაისა, და უძღოდა მათ დღის იმზისა ბრწყინვალებასა შინა, ვიდრემდე მიიყვანა ბეთლემს. ხოლო თქვას თუ ვინმე ვითარმედ, რაიღა სახმარიყო მათ და წინა მძღვრობაი ვარსკვლავისაი, ვინაითგან ცნეს, ვითარმედ ბეთლემს იშვა. არამედ დაღაცა თუ ბეთლემს შობაი ესმა, გარნა ვინაი უწყოდეს ადგილი იგი და სახლი.
რამე თუ არა თუ ხორციელითა და კაცობრივითა დიდებითა საცნაურიყო, არამედ ყოვლით კერძო უნდოებაი და სიგლახაკე გამოირჩია. ამისთვისცა გამორაივიდეს მოგუნი იგი იერუსალიმით, იხილეს კვალად ვარსკვლავი, ვით არცა იტყვის მახარებელი. სახარებაი და ვარსკვლავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინა უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ზედა, სადაცა იყო ყრმა იგი. ხოლო მათ ვით არცა იხილეს ვარსკვლავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად 2, 9, 10. თარგმანი საკვირველიყო ორივე ესე, მოსვლაიცა აღმოსავალით მოგუთაი მათ და წინა მძღვრობაიცა ვარსკვლავისაი, და კმა იყო საქმე ესე ქვისა უფიცხესთაცა შეგონებად. რამე თუ უკვე თუმცა მოგუთა მათ ეთქვა, თუ ანგელოზი ეტყო და მათ, ანუ თუ ხმაი წინა წარმეტყველთა ესმა მათ, სიტყვა იმცა ვიდრემე აქ უნდა ჰურიათა თქუ მათ, ვით არ მეცდეს იგინი ანუ უცნებაი რაიმე იხილეს. ხოლო აც ვარსკვლავი იგი განცხადებულად ჩანს და ყოველთავე წინააღმდგომთა პირსა დაუყოფს, რომელი იგი უძღოდა მოგუთა მათ ვიდრე ბეთლემადმდე და მერმე მივიდა და დადგა ზედა, სადაცა იყო ყრმა იგი, რაითა უჩვენოს მათ, ვით არ მისდა ჯერ არც თაყვანისცემაი. ამისთვის იგინიცა აღივსნეს სიხარულითა დიდითა, იხილეს რაი ვარსკვლავი იგი. აღივსნეს სიხარულითა, რამე თუ არა ცუდ იქნა შრომაი მათი, არამედ ღირს იქნეს ხილვად, რაი იგი წინა წარმეტყველთა და მამათ მთავართა სწადოდა ხილვად და ვერ იხილეს, აღივსნეს სიხარულითა. რამე თუ ღირს იქნეს ყოველთა უპირატეს თაყვანისცემად მეუფისა მის მეუფეთაისა და ქადაგებად მისა ყოველსა სოფელსა, ესრეთ სავსე იყვნენ სურვილითა ქრისტესითა, რამე თუ სავსე იყვნენ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა. ამისთვის ამათ უწოდა უფალმან, რამე თუ ესენი იყვნენ ყოველთა მათ მკვიდრთა სპარსეთისათა უბრძნეს და ყოვლითავე სწავლულებითა სწავლულ. ხედავა ვით არ ჯეროვნებით უჩვენა მათ ვარსკვლავი. რამე თუ აჰა ესერა შემდგომად სიტყვისა მის მღვდელთ მოძღვართა და მწიგნობართა ისა იხილეს რაი ვარსკვლავი, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს და მისი ხრწმენა წინა მძღვრობაი, ვიდრემდე მიიყვანა იგინი და დაადგინა ზედა, სადაცა იყო შობილი იგი ყრმაი, დამბადებელი და მპყრობელი ყოველთაი. რცხვენოდენ მარკიონს, რცხვენოდენ პავლეს სამოსატელსა, რომელთა არაინებეს ხილვად, რაი იგი მოგუთა მათ იხილეს, შვილთა ეკლესიისათა, რამე თუ არა მრცხვენის ესრეთ წოდებად მათ და. რცხვენოდენ მარკიონს და ხედევდინ ღმერთსა ხორცჩესხმულსა და თაყვანისცემულსა მოგუთა მათ მიერ. რცხვენოდენ სამოსატელსა მას პავლეს და ხედევდინ, ვით არ არა ლიტონი კაცი თაყვანისიცემების. რამე თუ ხორცჩესხმასა მისა ბაგაი იგი და სახვეველნი წამებენ, ხოლო რომელთ ჩვილისა მისთვის პირველშობისავე ვარსკვლავი აღმოსავალით ეჩვენა და მოიყვანა მოგუნი იგი, კაცნი დიდებულნი და სახელოვანი და შეწირეს მათ ძღვენი, რომელი იგი წეს იყო ღმრთისა შეწირვად ესე ყოველი წამებს, ვით არმედ არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი ხორცჩესხმული ცხოვრებისათვის კაცთა ისა. რცხვენოდენ ჰურიათაცა, ურჩულოთა მათ გულფიცხელთა, რომელნი ხედვენ მოგუთა მათ ბარბაროსთა შორით მოსრულთა თაყვანისცემად უფლისა, და არცა თუ მათ თანაინებეს მისლვაი და თაყვანისცემაი. რამე თუ რაი იგი მაშინ იქნებოდა, წესი იყო და სახე ყოფადთა იმათ და დაწყებისა მისგან საქმეთა ისაჩნდა, ვით არმედ უსწროს ερμანმან წარმართთა მან კრებულსა მას ჰურიათასა შეწყნარებად უფლისა. რამე თუ წეს ესრეთ იყო, რაითამცა ჰურიანი პირველ მოსრულ იყვნენ სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო ვინაითგან იგინი ნებსით განმცემელი იქნეს აზნაურებისათვის ისა, ამისთვის წინა უკო მოიქნეს საქმენი იგი, და იხილა რაი მათი გარდამატებული მედგრობაი და უკეთურებაი ხრქვა უფალმან მოწაფეთა, წარვედით, მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. მათეო 28:19 რამე თუ აქაცა არა ჯერ იყო პირველ ჰურიათა ისა თაყვანისცემაი მოგუთაი,
არცა ესოდენისა სიშორისაგან სწრობად მკვიდრთა მათ მის ქალაქისათა, არცა რომელთა არასა და ასმიოდა მისთვის, პირველ ცნობად მათსა, რომელნი წიგნთა შინა და სიტყვათა წინა წარმეტყველთასა აღზრდილი იყვნენ. არამედ ვინაიდან ესრეთ უგულისხმო იპოვნეს ჰურიანი და ყოვლადვე არა ინებეს თვისისა უმჯობესისა ძიებაი. ამისთვის მყოფთა მათ სპარსეთისათა უსწროს პირველი იერუსალიმელთა ისათა ყვანისცემად უფლისა, ვითარცა ოდესმე პავლე ეტყოდა ჰურიათა. ვითარმეთ, თქვენ და ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყვაი ესე ღმრთისაი. ხოლო თქვენ ეგერა განიშორებთ და არა ღირს გიშჩიან თავნითვისნი ცხოვრებისათვის საუკუნოისა. აჰა ესე რა მივიქცევით წარმართთა მიმართ. საქმე 13:46 და აქაც ამათ უღირდა მღვიძარებაი და სწავლა იშობისათვის უფლისა, ხოლო ესე რაი არ აქმნეს, არამედ პირველი უწყა შორიელთა მათ და მოვიდეს სიხარულით და ესმა მათგან საკვირველი იგი დიდებული. არავე მირბიოდეს უბადროკნი იგი ჰურიანი თაყვანისცემად, არცა ინებეს ხილვად კეთილთა მათ მოუგონებელთა, საიდუმლოსა მას, რომლისა ხილვად სწადის ანგელოზთა. ამისთვისცა იგინი რაიუდები იქნეს და ძილით ამით სიკვდილის მსგავსითა შეპყრობილ, უცხოთა მათ და შორიელთა მიიტაცეს მიუთხრობელი იგი ნიჭი და ღირს იქნეს თაყვანისცემად მეუფისა. სწავლა ის კრძალულებით ზიარებისათვის წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათვის და სიულტოლისათვის სახიობათაგან. რაც უკვე ჩვენცა ვბაძვიდეთ მოგუთა მათ და ჩვეულებათა მათგან ბარბაროზებრივრთა განვეშორნეთ და ქვეყანა იგივნებათაი დაუტეოთ, რაითა ღირს ვიქმნეთ ხილვად ქრისტესა, რამე თუ იგინიცა უკვე თუმცა არა შორს განშორებული იყვნეს ქვეყანისაგან თვისისა, არამცა ღირს ქმნილი იყვნეს ხილვად მისა. განვეშორნეთ ჩვენცა საქმეთაგან ქვეყანისათა, რამე თუ მოგუნიცა იყვნეს რაი ქვეყანასა და სოფელსათვისა, ვარსკვლავი ხოლო იხილეს და განეშორნეს რაი სპარსეთით, ღირს იქნეს ხილვად მზესა მას სიმართლისასა. განვეშორნეთ ჩვენცა სოფლისაგან და საქმეთაგან მისთა. რაღაცა თუ მრავალნი შეშფოთნებოდინ მეფენი და ერნი და მძლავრებითა მრავლითა გვაყენებდნენ, ჩვენ უშიშად და დაუყენებელად ქრისტესა ვეძიებდეთ, უკვე თუ სურვილი და სიყვარული მისი განუშორებელი ყოს ჩვენგან, ყოველივე ძნელოვანი ადვილი იქნას წინაშე ჩვენსა. უკვე თუმცა არა ეხილვა მათ ღრმა იგი ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, არამცა განრომილი იყვნეს რისხვისა მისგან ჰეროდესისა, რამე თუ პირველ ხილვისა მისისა ყოვლით კერძო აღდგეს მათზე და ბრძოლანი, შიშნი და მწუხარებანი, ხოლო ვინაიდან ღირს იქნეს ხილვასა და თაყვანისცემასა მისსა, დაწყნარებაი და უშიშობაი დიდი იქნა მათზე და არღარა ვარსკვლავი, არამედ ანგელოზი უძღოდა მათ, რამე თუ პატივცემული იქნეს ხილვითა ღმრთისაგან ხორციელებულისაითა და შეწირვითა ძღუნისა რჩეულისაითა. რაც უკვე შენცა მორწმუნეო დაუტევ ერი იგი ჰურიათაი და ქალაქი იგი აღშფოთებული, ძლავრი იგი მკვლელი, უცნებაი და სახიობაი ყოველივე სოფლიოი და მიისწრაფე ბეთლემ, რომელ არს ტაძარი პურისა მის სულიერისაი, წმიდაი ეკლესიაი. სადა ესე მარადღე იხილების უფალი მწოლარე საკურთხეველსა ამასზე და წმიდასა, ვითარცა მაშინ ბაგასაზე და რაღაცა თუ მწყემსი იყო და მოხვიდე აქა იხილო ღრმა იგი, ჩვენისა ცხოვრებისათვის მოსრული სავანესა ამას და ნეტარიყოს შენ და რაღაცა თუ მეფე იყო და არა მოხვიდე, არცა ღირს იქნა ხილვად მისა, არარას სარგებელ გეყოს შენ გვირგვინი იგი და პორფირი. რაღაცა თუ მოგვიიღო, არა გექმნას ესე დამაბრკოლებელ, უკვე თუ ხოლო პატივად მოხვიდე და თაყვანისცემად და არა დათრგუნვად ძისა ღმრთისა, უკვე თუ შიშით და სიხარულით მოუხდე და არა შეურაცხებით და უდებებით. არამედ ეკრძალე, ნუ ჰეროდეს ემსგავსები და სთქვა, მოვიდე მეცა და თაყვანისვცე მას, მათე 2:8 და მორა იხვიდე, მოკლა იმისი განიზრახო. იცია, თუ ვინ არიან ესენი?
ესე არიან მსგავს ჰეროდესა, რომელნი უღირსებით ეზიარებოდნენ წმიდათა მათ საიდუმლოთა, რომელთათვის ითქვის მოციქული ვითარმეთ, რომელიც ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმალსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდე ფარს იგი ხორცსა და სისხლსა უფლისასა. პირველი კორინთელთა მიმართ 11:27 ესე ვითართა მათ აქუს თავთათვისთა შორის მძლავრი იგი ბოროტი, შეწუხებული მეუფებისათვის ქრისტესისა, უბოროტესი იგი პირველისა მის ჰეროდესა, უკეთური ბელია, რომელმან მაშინ ჰეროდემ ბრძოლად ღმრთისა აღადგინა და აცცა მორჩილთა მისთა ბევრეულთა ბოროტთა საფრხესა შესთხევს და მიავლენს მათ სახითა თაყვანისცემისაითა და საქმითა მკვლელობისაითა. გვეშინოდენ უკვე ჩვენცა, ნუ უკვე სახელმედრებელთა და თაყვანისმცემელთა იგუაქუნდეს და საქმე წინააღმდგომთა იგუეთვირთოს, ამისთვის შიშით და წრწოლით მოუხდეთ თაყვანისცემად, განვაგდოთ ჩვენგან, რაიცა ბოროტი გუაქუნდეს, შევწიროთ მისა ძღუნად, რაიცა კეთილი და პატიოსანი იპოებოდის ჩვენთანა, გინა თუ ოქროი, გინა თუ ვეცხლი, ანუ თუ სხვაი რაიმე საფასეთაგანი და პატივცემული კაცთა მიერ. ხოლო ვითარ შევწიროთ მისა გლახაკთა განუყოთ და შეიწიროს მან თავისათვის ისად. ნუ უდები ქმნები კაცო ამას ზედა, რაით არა დაისაჯო. უკვე თუ მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს თაყვანისცემა და ძღვენი რჩეული მიუპყრეს, რაიმე მიუგოშენ, რომელი ხოლადვე არასწყალობ გლახაკთა, არცა მცირესა უტევანსა თავს იდებს ლად და ხილად უძლურისა, ანუ პყრობილისა. არა უწყია, ვითარმეთ თავისათვის ისად შეჰრაცხავს უფალი, რაი იგი გლახაკთა თანა და უძლურთა და პყრობილთა და ყოველთა ჭირვეულთა თანა ჰქმნათ? მოგუთა მათ უცხოთა და ბარბაროსთა ოქროი შეწირეს, მური და გუნდრუკი, ხოლო შენ პურისაცა ნატეხსა ძლით მისცემ. მათ იხილეს ვარსკვლავი იგი და განიხარეს, ხოლო შენ, იხილო რაი ქრისტე, უცხოი, შიშველი და ჭირვეული, არალმობიერი ქმნები. მითხარღა, ვინ თქვენგანმან თავსიდვა ესოდენი შრომაი ქრისტესთვის, ვითარ მოგუთა მათ, ყოვლითავე სიბრძნით ასავსეთა? შრომაი დაითმინეს და გზაი დიდივლეს სურვილითა თაყვანისცემისა მისისაითა. და რად ვიტყვი ესოდენ საშრომასა? მრავალნი არცა თუ სახლისათვის ისაგან თავს იდებენ მისვლად ეკლესიად და ხილვად უფლისა სულიერ სამას ბაგასა ზედა მწოლარეთ, უკვე თუ არა ცხენებითა და ეტლებითა იქნას მისვლაი მათი. სხვანი კვალად უცალოებათა ცუდთა, ანუ თეატრონად მისვლათა ყოფენ მიზეზ აქა არა შემოკრებისა. ეჰა საკვირველი. უცხოთესლთა მათ და ბარბაროსთა არცა ეხილვა იგი, არცა იცნობდეს და ესოდენი შრომაი თავსიდოს სურვილითა ხილვისა მისისაითა. და შენ, კაცო მორწმუნეო, რომელსა გიხილავს დიდებაი უფლისაი და ღირსქმულ ხარ კეთილთა მათ მისთა, არა ჰბაძავ მათსა მას მოსწრაფებასა, არამედ დაუტეობ უფალსა და მიხვალ ხილვად სახიობათა და როკვათა და სიმღერათა. რამე თუ მასვე ხელყოფ სიტყვად, რაი იგი პირველ თქო, არა ქსურის ხილვაი უფლისაი სულიერ სამას ბაგასა ზედა მწოლარეთ, არამედ ქსურის ხილვად დედათა მროკველთაი. არა ღირს არსა საქმე ესე მეხის ტეხისა და ცეცხლისა დამწუველისა. მითხარღა, უკვე თუმცა მეფემან მიგიწოდა პალატად და შეგიყვანებდეს მცახილად მისას საყდართა ზედა სამეუფოთა მჯდომარესა, თავს იდემცა დატეობა იმისი და მისვლა იმღერად და წარდგომაი თეატრონად, სადა იგი სახიობათა უცნებანი იქმნებიან. და არაივე არს ესოდენი სარგებელი ხილვასა შინა მეფისა მოკუდავისა და მიცისაგანისასა. ხოლო აქა, სადა მეუფე უკუდავი მჯდომარე არს, ღმერთი და უფალი ყოველთაი, და წინა გიყოფს ტაბლასა უოხრთნოსა, რომელსა ზედა ეგზების ცეცხლი იგი შემწველი ცოდვათაი და განმანათლებელი სულისაი, თანაწარ ხდები და მიისწრაფი ხილად მროკველთა და მსახიობელთა. ჰოი დიდი ესე სიბრმე.
უფალიზის წყაროსა ზედა უკუდავებისასა და წყალსა ცხოველსა ასვამს მომავალთა მისა, ვითარცა ოდესმე სამარიტელისა ზედ და არავინ მოვალს სუმად, არამედ რომელნიმე ხორცითაც ამაოთა და ცუდთა საქმეთა შექცეულ არიან, და რომელნიმე რაღაცა თუ ხორცითა მოვიდენ, გონებითა არა აქა არიან. ხოლო უფალი არავე განგვეშორების ესოდენ საამას უმადლოებასა ზედა, არამედ ის სულგრძელებით და გვევედრების სუმად სიწმიდისა მის სიწმიდით და ღაღადებს, წმიდა იწმიდათა მიიღეთ. არა წყალსა ლიტონსა გვასვამს, არამედ ყოვლადწმიდასა და განმაცხოველებელსა სისხლსა მისსა, რომელი იგი სახე არს და სახსენებელ სიკვდილისა მისისა და მიზეზ ჩვენისა ცხოვრებისა. ამათ ესე ვითართა კეთილთა და უტეობ, უბადრუკორ და საეშმაკოთა საქმეთა ხედვად მიხვალა. რა იმცა იყო უძვირეს ამისა? არა უწყია, ვითარმეთ ცეცხლსა ბრძოლათასა და სახუმელსა ბილწებისას აღატკინებ გულსა შინა შენსა ხედვითა პირთა მათ ბოროტთაითა. უკვე თუ კულა იკადროთ ქუმად ვითარმეთ, არა მევნების ხედვითა მით ურწმუნო არ სიტყვაი შენი, რაღაცა თუ სარწმუნო ხო, უმეტესი საბრალისა თანამდებ ხარ, რომელ დამაბრკოლებელ სხვათა იქნები და მაწვეველ შესაკრებელსა მას ბოროტსა მისვლად, რომლითა სირცხვილეულ ხო სულსაცა შენსა და სახელსაცა კაცობრივსა. გარნა ვინ არს იგი, რომელსამცა არა ევნებოდა ხილვითა პირთა მათ მავნებელთაითა. არავინ არს ვითარ ვგონებ, გარნა იგინი, რომელნი განშორებულ არიან ესე ვითართა ხილვათაგან, ხოლო რომელი მიისწრაფდეს ხილვასა მას ბოროტსა, გულის თქუმათაგან შეკრული მიისწრაფის და თავსათვისა თანამდებ ყოფს გეჰენიასა ცეცხლისასა. რამე თუ უკვე თუ მიხედნეს ვინ გულის თქმით დედაკაცსა იმრუშა, ვითარცა ბრძანებს უფალი, რომელი დღე ყოველ უშვერებასა მას ხედვიდეს, არამცა სრულიად ტყვე გულის თქმისა იქმნა. გევედრები ყოველთა, განეშორენით ხედვასა პირთა ბოროტთაისა და სახიობათა საეშმაკოთა, წარმწყმედელთა სულისათა. გულის ხმაყავთ, ვითაროდეს სიტყვაი სიქადულისაი შემოვიდეს, იტყვით, ვითარმეთ, ქალაქი ჩვენი უაღრეს არს ყოველთა ქალაქთა და ამიერ არს დასაბამი სახელისა მის ქრისტიანეთაისა და ოდეს საქმეთა სიწმიდისა და ღმრთისმოშიშებისათა ჯერ იყოს ჩვენებად, უდარეს იპოებით მცირეთა და უსწავლელთა ქალაქთასა და არა სირცხვილ გიჩნსა. ხოლო არიან ვიეთნიმე თქვენ შორის, რომელნი იგი რა ჟამს ესე ვითართა სიტყვათა ვიტყოდი, იტყვიან, რაი არ სიტყვაი შენი, რომელ ყოვლისავე სიხარულისა და განცხრომისაგან გვაყენებ. ანუ რასა მე გვაწვევ ყოფად, წარსვლად უდაბნოთა და წესსა მონაზონებისასა შემოსადა? ესე არიან სიტყვანი უგუნურთა და უგულისხმოთანი, ამისთვის მელმის, რომელ ჰგონებთ, თუ მონაზონთა ხოლო თანაც სიწმიდე და წესიერებაი. არა უწყითა ვითარმეთ ქრისტემან რჩული ქრისტიანობისაი ყოველთა ზოგად გვამცნო. რამე თუ იტყოდის რაი თუ, რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულის თქმით მათე 5:28 და შემდგომი ამისი არა მონაზონთა ოდენ ეტყვის, არამედ ყოველთა ქრისტიანეთა. და სხვაი ყოველივე მცნებაი ზოგად მოცემულ არს ერისკაცთა და მონაზონთა, თვინიერ ხოლო ქორწინებისა. და უფრო ისად ამასცა ზედა კნინღა და შეასწორებს ყოველთა მოციქული და იტყვის, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან, რომელთაღა ესხნენ ცოლ, ვითარცა არა ესხნენ, პირველი კორინთელთა მიმართ 7:29 რამე თუ წარმოვალ არს ხატი ამის სოფლისაი. აც უკვე ვეტყვი მათ, რომელნი მეტყვიან, თუ რაი არს ესე. უდაბნოდ წარსვლად და მონაზონებად გვიბრძანება. ვითარმედ უკვე თუმცა მისმენდით, გაცვიემცა ესე სიხარულით, რამე თუ იქმნესაც ქალაქნი და სოფელნი მსგავს სოდომისა და გომორისა. და ვითარმცა ვის არა ვაცვიე წარსვლაი უდაბნოდ და მონაზონებად, გარნა არავის ვაიძულებ ამას ზედა. რამე თუ ესე კაცად კაცადისა ნებასა ზედა არს,
ხოლო ამას კეთყვი და გამცნებ, რა ითამცნებათა ქრისტესთა იმარხვიდეთ, რამე თუ თანამდებ ხართ. არა გაყენებ ქორწინებად, არამედ გამცნებ, რაითა სიწმიდით და წესიერებით იყვნენ და არა უწესოებით და სავსე სირცხვილითა და მრავლითა ცოდვითა, არა გაიძულებ უდაბნოდ განსვლასა. არამედ გაიძულებ ყოველთავე ჩვეულებათა ცოდვისათა მოწყვედად და ყოფად სახლთა შინა თქვენთა სიწმიდითა და სიმართლითა. რა იზიარებაი არს თქვენი შესაკრებელთა მათ თანა საეშმაკოთა, სადა იგი ხმანი და სიტყვანი ცოდვისანი ითქუმიან, სადა იგი ხილვანი ბილწებისანი იხილვებიან, სადა იგი ისართა გულის თქმისათა განუწონებს ეშმაკი გულსა მას მხედველთა ისა. რა იგი თქმადცა არა ჯერ არს, მას ხილვად დღე ყოველ ვითართავს იდებ. ამას ესე ვითარსა ბოროტსა ჩვეულებასა გაიძულებ მოწყვედად და მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად შეწევნითა მისითა. ხოლოაც სიტყვა ესე ამის პირისა დავაცხრო, რამე თუ უწყი, ვითარმე და არა დაგავიწყდეს მცნებაი ესე. უკვე თუ კულა ამისა შემდგომად პირველსა მასვე უდებებასა დაადგრეთ, უფიცხესა დაულესო მახვილი იგი მხილებისა და მჯდომი იგი ბოროტი ღრმად განუკვეთო და არა დავსცხრე ბრძოლად, ვიდრემდე განვაბნიო კრებული იგი და მწყობრი ეშმაკისაი და წმიდა უყო შესაკრებელი ეკლესიისაი. რაითა განვერნეთ ამისცა სოფლისა სირცხვილსა და კდემასა გონებისასა და მერმისაცა მწარისა მის სირცხვილისაგან განთავისუფლდეთ და საუკუნესა მას ცხოვრებასა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთ მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.